ისე მიყვარხართ როგორც საქართველოს, ჩვენ გელოდებით სამშობლოში, თქვენ ჩვენთვის დიდი საუნჯე ბრძანდებით, სულიერი საუნჯე, ეროვნული საუნჯე. ასე მიმართავდა პატრიარქი ქართველ ემიგრანტებს, ის სამშობლოდან შორს მყოფ თანამოქალაქეებს საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდებდა, მფარველობდა და ხშირად აღნიშნავდა მათ როლსა და მნიშვნელობას საქვეყნო საქმეებში. მოუწოდებდა სასულიერო პირებს, რომ განსაკუთრებით ეზრუნათ ემიგრანტებსა და მათ ოჯახებზე. უცხოეთში მცხოვრებო ქართველებო, ძალიან მიყვარხართ და ვოცნებობ თქვენთან შეხვედრაზე. ეცადეთ არ ჩააქროთ თქვენი თბილი კერა საქართველოში და ასწავლეთ თქვენ შვილებს ქართული ენა და ისტორია, ლიტერატურა. ხშირად ჩამოდით სამშობლოში. პატრიარქის ასეთი რუდუნებითა და ლოცვა კურთხევით ნასაზრდოები ემიგრანტების ნაწილი საქართველოში დაბრუნდა მასთან გამოსათხოვად. ნაწილი კი უწმინდეს სამშობლოდან შორს გლოვობს. იქ, სადაც როგორც თავად ამბობენ, მუდმივად გრძნობდნენ პატრიარქის მზრუნველობასა და უდიდეს სიყვარულს. ტრადიციულად ჩვენ დაახლოებით 20 ემიგრანტი გვიღებდა ერთად. მე ვაცნობდი, მქონდა იმის საშუალება და წარმოედგინა თითოეული ემიგრანტი უწმინდესისთვის. გვისურვდა სხვადასხვა კითხვებს, გვეყვებოდა ისტორიებს და არ დამავიწყდება მოყვა ესეთი ისტორია, რომ აი გერმანიაშიო სტუდენტი შემხვდაო და მითხრა, მიყვარხარ უწმინდესო, როგორც სამშობლო და თვითონ მოსდიოდა ცრემლები ამ სიტყვებზე. ანუ სხვადასხვა შეხვედრებიდან იხსენებდა ემიგრანტებთან შეხვედრას ისტორიებს. ჩვენც გვაყოლებდა, რა თქმა უნდა, როგორ გავიარეთ ადაპტაცია, როგორ შევეგვეთ და ყოველთვის გვლოცავდა და გვეუბნებოდა, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნდეთ. მახსოვს მისი დარიგებები ყოველთვის, ყოველ საქართველოში ჩამოსვლაზე, მასთან ვიზიტისას, როცა კურთხევას რომ ვიღებდი, ყოველთვის კითხულობდა თითოეულ დეტალს, მათ შორის ჩემი შვილების მდგომარებას. მე კითხებოდა, სულ იციან თუ არა ენა, ქართული და ეს არის მისი კურთხევა თითოეული ჩვენთაგანისთვის, უცხოეთში ცხოვრობს ყოველი ქართველისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა იცოდნენ ენა. ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა მისი უწმინდესობა და ფაქტობრივად ეს გვიანდებდა და ეს უნდა გავაკეთოთ. ძალიან მნიშვნელოვანია მისი უწმინდესობის და უნეტარესობის თითოეული ნაბიჯი, მოწოდება ქართული ემიგრანტების და ქართული დიასპორისადმი. მხოლოდ ის რა დღის, როდესაც ამბობს, რომ ემიგრანტებმა ქართველებმა ძალიან დიდი როლი შეუძლია შეასრულონ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ძიმე დღეები გვიდგას ყველას, აქაც და იქაც. განსაკუთრებით ნუ მიწყენთ ქართულ ემიგრანტებს გვიდგას ეს ძიმე დღე და რატომ? ჩვენ იძულებული ვართ სამსახურებში ცრემლი დავმალოთ. უფრო მეტიც საშუალება არა გვაქვს, რომ ჩამოვიდეთ და იმ ზღვა ხალხს შევუერთდეთ, ვინც დღეს გლოვობს ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს. მე იმ თაობას ვეკუთვნი, ვინც უწმინდესმა ეკლესიაში მიიყვანა. ეკლესიაში, სადაც ეროვნული იდენტობაც გააღვივა, მე ეს თამამად შემიძლია ვთქვა. და აი ამასთან დაკავშირებით ვიხსენებს პირველ შეხვედრას უწმინდესთან, როდესაც აღსაყდრების პირველივე წელს იგი ვარძიაში ჩამოვიდა სამცხე-ჯავახეთში. ზედმეტი იქნება ალბათ რა სიტყვა უნდა ვთქვა, მე არ ვიცი რა განცდა მქონდა მე მაშინ. არაჩვეულებრივი ნიჭი ჰქონდა როგორც კომპოზიტორი. არაჩვეულებრივად ღერო და აბსოლუტური სმენა ჰქონდა და ძალიან უყვარდა ზოგადად მუსიკა, მსოფლიო მუსიკა უყვარდა, კლასიკური მუსიკა იქნებოდა თუ ნებისმიერი ჟანრის მუსიკა, სადაც იყო სიყვარულზე სიმღერა, ნამდვილი ჭეშმარიტ სიყვარულზე, მაგალითად სამშობლოს სიყვარულზე, აი ესეთი სიმღერები უყვარდა სულ და ძალიან დიდია მისი ღვაწლი ამ მიმართულებითაც, ამის ხმამიდა და მე ამის ერთ-ერთი პატარა მონაწილე ვარ, რა თქმა უნდა, იმ სხვა კარგ შესანიშნავ მუსიკოსებთან ერთად. და ნუ აი ჩვენი გუნდი, სამების გუნდი, როდესაც მუშაობდა მის საგალობლებზე, ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი.
იმ თვალსაზრისით, რომ ყოველდღიურ ურთიერთობაში ვიყავით მასთან. კონკრეტულად ამაზე ვიტყვი, ეს იყო ძალიან საინტერესო, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო. მის ტექსტთან გამომდინარე და მისი მუსიკიდან თემ, რომელიც თემამ საქართველოს მიცის და არა მარტო საქართველოს. მახსოვს პირველი ემოციები მისი. ეს იყო სულად გულწრფელი და მახსოვს, როდესაც შევასრულეთ ეს საგალობელი, როგორ ისე განიცადა, რომ მთელი ტანით ტიროდა. ეს იყო ნამდვილი, მაშინ მოხდა ნამდვილი გულწრფელი ადამიანი, ნამდვილი სიყვარულის პატრიარქი, როგორც მას ეძახიან.